კითხვას თუ ის ქალაქის მერის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით ქალაქის კეთილმოწყობის გარკვეული სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს მდგომარეობით ქალაქში ჩატარდა ქუჩების კეთილმოწყობა. კეთილმოეწყო ქალაქის შიდა სამიმოსვლო გზები, კერძოდ კეთილმოეწყო ფიროსმანის ქუჩა, მარჯანიშვილის, ამირეჯიბის ქუჩა, სააკაძის, გოგებაშვილის, მატროსოვის ქუჩა, ცაბაძის ჩიხი, ავტოსარემონტო ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, მუსხელიშვილის ქუჩაზე, შიომღვიმელის, დინოშვილის ქუჩები. ამჟამადაც მიმდინარეობს დარჩენილი ქუჩების კეთილმოწყობა. მომავლისათვის და უახლოეს ხანში მასთან ერთად პარალელურად მიმდინარეობს ქალაქში ცენტრალური ქუჩების მოასფალტება და ასფალტის სამუშაოების ჩატარება. ამ საქმეში ქალაქის მერიას მხარში უდგას და დიდი მადლიერების გზნობის მინდა აღნიშნო ქარელის რაიონის გამგეობა და მისი თავმჯდომარე ბატონი თემური სანდროდე, რომლის ყურადღების ცენტრში არის ქალაქის კეთილმოწყობის სხვა სამუშაოების შესრულება. ამასთანავე აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქარელის საგზაო სამმართველოს უფროს ბატონ მიტიკო კავთელაშვილს ესოდე დიდი გარჯისათვის ქალაქის კეთილმოწყობის თვალსაზრისით. თუნდაც ჩვენ აგერ ამას კოლეგის მდგომარეობა გახსნილ ჩვენ კეთილმოწყობა. მანანას მიუტანე რა მანანას კოლეგიაზის განხილვის საკითხი სანიტარული მდგომარეობა ქალაქში ქალაქის კეთილმოწყობა პროგრამა გათვალისწინებულა ბევრი სამუშაოა ცოტა ფინანსური კრიზისის გამო უსახსრობის გამო ბევრი შეჩერებულია უახლოეს ხანში განახდება სამშენებლოვანი განვითარების სამუშაოები გასაკეთებელია სანიტარული ახლების ცაბაძის ეს is hard to with ზემოთ აღნიშნული პროგრამა რომ ვახსენე ზემოთ აღნიშნული პროგრამა შემუშავებული ქალაქის კეთილმოწყობისა ბევრი რამგვა გათვალისწინებული რომელიც წელს უნდა შევასრულოთ მაგრამ ეკონომიური და ფულადი სახსების უქონლობის გამო ჯერჯერობით ამ სამუშაოს ვერ ვასრულებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ხელშეკრულება გაფორმებულ აქვს სარემონტო სამშენებლობათა მერის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე, რომელიც უახლოეს ხანში 2-3 დღეში ისევ განახლდება და დაიწყებს სარემონტო სამშენებლობანი, გათვალისწინებული აქვს სანიაღვრე არხის მოწყობა ცაბადის ქუჩაზე, აგრეთვე დინოშვილის ქუჩაზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სანიაღვრე არხი და ბევრი ისეთი კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლებიც უპირველეს ყოვლს აუცილებელია ქალაქის იერსახის შეცვლისა და კეთილმოსაწყობად.